საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, შევიცადოთ ერთი წუთით, შემოვიდეს მაყურებლები. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. ეხლა რამდენიმე მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო და ყველას ვთხოვთ, რომ გააზიაროთ მაქსიმალურად. ესე იგი, დღეს ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ხელმძღვანელები ვიმყოფებოდით დავითგარეჯში. დაბრუნდით იქიდან, ესე იგი, ნახეთ ჩვენი თვალით იქ თუ რა ხდება, რა მდგომარეობაა. ჩვენ ვიყავით დავითის ლავრაში, დღეს კვირადღე იყო და ბევრი ხალხი იყო, ექსკურსანტებიც. დავათვალიერეთ, მოვილოცეთ, იქ ჩვენი აზრით გამოვთქვით, ჩავწერეთ და ეს მცირე ინტერვიუები აიტვირთება ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდზე. გვინდოდა ასევე ჩაგვეწერა იქ ვინც იყვნენ სტუმრები, ჩვენი ქართველები, სამწუხაროდ ყველა გაურბოდა და ეს ძალიან დამაფიქრებელი არის, მიუხედავად იმისა, რომ ის ხალხი ძალიან პატივცემული, მორწმუნე ხალხია, უყვარს თავის სამშობლო და თავისი სალოცავები, სამსახურის გამო, საჯარო სამსახურის გამო გაურბიან ღია იმას ინტერვიუებს, რომ მერე ეშინიათ ხელისუფლებამ მათზე რაღაცა ეს არ განახორციელოს, ხო და ეს ძალიან დამაფიქრებელი არის პირველ რიგში ეს, იმიტომ რომ ქართველი მორწმუნე ცუც რა სიტყვის თავის დავითგარეჯში იქ რა პრობლემაც არის, ხო? მას უნდა რომ მთლიანად ეს კომპლექსები, ეს სალოცავები დარჩეს საქართველოს შემადგენლობაში. და ის რომ გაუნაწყვეტდება ამაზე საქართველოს ხელისუფლება და მან შეიძლება სამსახურით დაატოვებინონ ან გაუსწორდნენ რაღაც, ხო? ეს არის აღმაშფოთებელი და ძალიან დამაფიქრებელია ეს. ეხლა რაც შეეხება იქ, ხომ ჩვენ იქიდან ლავრადან წამოვედით და ყველაზე ძალიან გვაინტერესებდა ჩიჩხიტურში რა მდგომარეობა იყო. იქ პირდაპირ საავტომობილო გზასთან, როდესაც ესე შედის გზა ჩიჩხიტურისკენ, პირდაპირ გამოკრულია საავტომობილო ნიშანი, რომ შესვლა აკრძალულია. ჩვენ რა თქმა უნდა და გვაინტერესდა ახლა ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ალბათ მანქანებზეა მხოლოდ აკრძალვა და მაინც ვცადეთ შესვლა. დაახლოებით 20-30 მეტრი შევედით შიგნით, გზა არის ჩვეულებრივად, მივუყვებით და ადიხართ ჩიჩხიტურისკენ. მაღლა ხედავდით, ესე იგი, საზღვარზე მესაზღვრეებს შორს, როგორც ჩანს ისინი დაუკავშირდნენ უცბად, რომ აქ ვიღაცები შემოდიან და სასწრაფოდ მოვიდა სასაზღვრო მანქანა, ორი პიროვნება იყო, ეს ქართული მხარე, აქეთ მხარეს და თხოვეს გვითხრეს, გვიცნეს რა თქმა უნდა, მე ვიყავი იქ ხელმძღვანელობიდან დღეს ბატონი დემურ გიორხელიძე და შალვა მაღრაძე, ასევე კიდევ ჩვენი მეგობრები, ოპერატორი და კიდევ ერთი იურისტი, ასე რომ პირდაპირ გვითხრეს, რომ აქ შესვლა არ შეიძლება. და ისიც გვითხრეს, რომ ვიცით თქვენი გისმენთ, ხშირად ჩვენ ზღელავთ, ჩვენც რა თქმა უნდა განვიცდით ქართველები ვართ, მაგრამ არანაირი უფლება არ აგვაქვს თქვენ ახლა იქ შეგიშვათ.
აი ეს მდგომარეობა არის, მეგობრებო, არ უშვებენ, ჯერჯერობით ინფორმაცია არავის არ აქვს, მაგრამ ფაქტია უკვე და დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ თავისთავად, იმიტომ გახდა იქ უკვე აკრძალვა შეშვების რომ როგორც ჩანს ხელი ნამდვილად მოწერილია, უბრალოდ ჯერჯერობით არ არის გაკეთებული დელიმიტაცია და დემარკაცია. აი ამაშია საქმე, მხოლოდ და მხოლოდ ეს არის დარჩენილი და ჯერ ალბათ ჯერჯერობით არ აწყობს შესაბამის დროს დაამთხოვენ ალბათ მაგასაც, რომ გაუვიდეთ კიდევ ერთი საუკუნის დანაშაული, მაგრამ ყველას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ქართველიერი ამას არასოდეს არ დათმობს დავით გარეჯს თავის ყველა სალოცავით, ეს არის ქართული სალოცავები, ისტორიული, უდიდესი მნიშვნელობის, იდენტობის, ჩვენი მართლმადიდებლობის სვეტი და ამიტომ ჩვენ სანამ ცოცხლები ვართ, ყოველთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ დავით გარეჯის დასაცავად. ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების მეგობრებო შექმნიდან მუდმივად ვითხოვთ აი უმნიშვნელოვანეს მოთხოვნებს უყენებთ ხელისუფლებას ის რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის ქართველი ერისთვის. სამწუხაროდ დღემდე არც ერთი ჩვენს მოთხოვნაზე არათუ პასუხი მივიღეთ, საერთოდ ყურიც არ შეიბერტყეს. რა იყო ეს მოთხოვნები? და რატომ გახდა ჩვენთვის აუცილებელი 24 მაისის აქცია? იმიტომ გახდა მეგობრებო, რადგან აი ესე ელემენტარული ეს მოთხოვნები, რომელიც არის ქართველი ერის ინტერესში და საერთოდ ყველაფერს იგნორს უკეთებენ და არ ესმით, ამიტომ ჩვენ უნდა გავაგონოთ ხმა ახლოდან. ჩვენ 24 მაისს 18 საათზე კვირადღეა მეტრო რუსთაველის ძეგლთან ჯერ დავიწყებთ საინფორმაციო სახალხო საპროტესტო აქციას ამ თემებზე, შემდეგ მოვაწყობთ მსვლელობას კანცელარიისკენ. თავარია მხარდაჭერა იყოს დიდი, რომ მსვლელობათაც ზღირდეს და კანცელარიასთან რომ ვივართ, უნდა გავაგონოთ სერიოზულად ამათ ხმა. და ეს მოთხოვნები, რასაც ჩვენ ახლა დაუყენებთ ხელისუფლებას, ხო? ან უნდა შეასრულოს, ჩვენ რაღაც ვადას დავთქვავთ იქ, ან უნდა შეასრულოს, ან არა და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ შევძლეთ გამოვიყვანოთ საქართველოს მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და შემდეგ უკვე აღარ იდგება ეს მოთხოვნები, რასაც ახლა მე ჩამოვთვლი. შემდეგ ერთადერთი მოთხოვნა დარჩება მარტო და მაგას ქვია უპირობოდ გადადგომა ანტიქართული, ანტიხალხური გამყიდველი ხელისუფლებისა. ჯერჯერობით ჩვენ 24 მაისს ჩვენი მოთხოვნა ჯერჯერობით იქნება ასეთი. პირველი, ჩვენ აი კიდევ გასაგები ენაზე ავხსნი ახლა. არის 6 გალფის ქვეყანა. საუდის არაბეთი შედის აქ, ემირატები, კუვეიტი, ბაჰრეინი, ყატარი და ომანი. ის ხელშეკრულება, რომელიც აი ამ გალფის ქვეყნებს გაუფორმა საქართველოს აი ამ გამყიდველმა მთავრობამ, რის შედეგადაც 17 ისლამურ, აფრიკულ და აზიურ ქვეყნებს ეძლევათ საშუალება შემოვიდნენ უვიზოთ საქართველოში და აი როგორ მაგალითად ბანგლადეშელს, ან სომალელს, ან ნიკარაგუელს, ნიგერიელს თუ პაკისტანელს აქვს სიტყვაზე ვიზაც არ უნდა, ვიზა თქვათ, ან ბინადრობის უფლებაც რომ მქონდეს ყატარის, ან ომანის, ან კუვეიტის და ასე შემდეგ ბაჰრეინის, რა შუაში ვარ ჩვენ აი ამ მხოლოდ და მხოლოდ ბინადრობის მოწმობითაც კი რომ უფლება აქვს ყატარში ბინადრობის უფლება აქვს და ცხოვრობს, საქართველოს შემოდის უვიზოთ. და მე თქვენ წინა გამოსვლებშიც მე ავხსენი, რომ მთლიანად ეს 17 სახელმწიფო დაახლოებით არის მილიარდი მაცხოვრებელი.
და მიუხედავად იმისა, რომ ეხლა წარმოედგინეთ ცეცხლიანთია აქ ახლო აღმოსავლეთში და კიდევ უარესად აგიზგიზდება ყველა ექსპერტი ამას ამბობს, ხო? მერე შეიძლება მთლიანად უკონტროლო გახდეს და კანონიერად დაიძრება ეს ზღვა ხალხი საქართველოსკენ. აი ესეთი გამყიდველური საქმიანობას ეწევა დღევანდელი ანტიქართული ხელისუფლება. ამიტომ ჩვენ 24 მაისს მოვითხოვთ დაუყოვნებლივ გააუქმოს უვიზო მიმოსვლა აი ამ გალფის ქვეყნების ვიზების მეშვეობით. მეორე, დაუყოვნებლივ გააუქმოს არაბული ქალაქების მშენებლობის ხელშეკრულება, შეწყდეს და დაუყოვნებლივ შეწყდეს და აიკრძალოს ბინადრობის მოწმობების გაცემა და რა თქმა უნდა ეხლა ჩვენ სადაც ვიყოფებოდ დღეს დავითგარეჯში კატეგორიულად ვაფრთხილებთ ქვეყანას მთავრობას არ გაბედოს მისი დელიმიტაცია და დემარკაცია, ამას გადაყვება ნებისმიერი მთავრობა. და აქ უკვე ის ჯანსაღი ნაწილი იმ სასულიერო იერარქიებშიც არის რაღაც ნაწილი, მცირე, მაგრამ მაინც არის, ყველანი დადგებიან ჩვენს გვერდში. თავისი მრევლით. და ასევე კიდევ ყველაფერს რო თავი გავანებოთ, წარმოედგინეთ რა მარტივია, როდესაც ესეთი უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა გაქვს ქვეყანაში და საქართველოში ხანგრძლივი ემიგრაციიდან დაბრუნებულ ქართველს ყველანაირ ბარიერს უქმნი, რომ ვერ გახდეს საქართველოს მოქალაქე. კატეგორიულად მოვითხოვთ 24-ში კიდევ ერთხელ და ამაზე როგორც გითხარით ჩვენ უკვე ვადა უნდა დავუთქვათ ხელისუფლებას, ყოველგვარი ფინანსური არანაირი ფინანსები არ უნდა გადაახტევინო ხალხს, ვინც შემოდის საქართველოში, ქართველები ჯერ ისე დაიცალა ქართველებისგან საქართველო, უპირობოდ თუ ის რაღაც განსაკუთრებული სოფლიო მნიშვნელობის რეციდივისტი არ არის, უნდა აღუდგეს ეგრევე ავტომატურად საქართველოს მოქალაქეობა. ეს არის უპირველესი. და ასევე მეგობრებო, ეხლა თავარი არის კიდევ ერთი რამე, ჩვენ აუცილებლად მხოლოდ მიწებზე არ არის აქ ლაპარაკი, ყველანაირ დიქტატორულ კანონებს იღებენ, რომ ჩვენ წინააღმდეგობა არ გაუწიოთ. თქვენ ხედავთ, ესე იგი, რომ გამოხატვის თავისუფლება ისეთ დონეზეა შეზღუდული, არასოდეს რო არ ყოფილა საქართველოში. ესე იგი, ტროტუარებზეც აპატიმრებენ ხალხს. და საერთოდ ვინც ესეთია დაპატიმრებული ტროტუარებზე, დაუყოვნებლივ უნდა გაანთავისუფლონ პატიმრობიდან ასეთი ახალგაზრდები. მე არ მაინტერესებს ახლა ნამდვილად არა გვაქვს ერთი შეხედულობები იმ ხალხთან, მაგრამ ადამიანი დააპატიმრო იმის გამო, რომ ის ტროტუარზე იდგა და თავისი აზრს გამოხატავდა, ეს უკვე არის დიქტატურა. ეს არის ნამდვილად დიქტატურა. არ ვიცი, მეგობრებო, ეხლა ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება იმას, რომ ჩვენ როგორმე გავათვითცნობიეროთ კარგად, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგევართ. ძალიან კარგი იყო, რომ სოფლიოს დაანახვა ქართველმა ხალხმა, რომ უკანასკნელ გზაზე გააცილა პატრიარქი და ამითი აჩვენა რაღაც მართლმადიდებლობისადმი და იდენტობისადმი ეს თავისი ადგილი აჩვენა ქართველმა ხალხმა და მიმართულება, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი და ნურავის მოეწინება, სამშობლოზე მაღლა არავინ არ დგას, არც მეფე, არც პრეზიდენტი, არც პატრიარქი, არავინ და კარგია ის ყველაფერი, რაც მოხდა, მაგრამ სამშობლოსათვის როგორ უნდა დაგენანოს, რომ 2-3 საათი ვერ მოიცალო. 2-3 საათი როგორ უნდა გამოყო სამშობლოსთვის და წარმოედგინეთ თქვენ რამხელა მნიშვნელობა აქვს, თუ კი დიდი მასა გამოვა ჯანსაღი ქართველობა, ჩათვალეთ, რომ გამარჯობა ძალიან ახლოს იქნება მე. სხვანაირად ამ ანტიქართულ გამყიდველ ხელისუფლებას ვერ მოიცილებ.
ხომ ხედავთ რასაკეთებენ აი 55 წლის მანძილზე ვერაფერს სასიკეთოს ერთ რაღაცას ვერ იტყვით მიწასთან გაასწორეს სოფლის მეურნეობა 3007 სოფლიდან 1000-მდე სოფელი უკვე მკვდარია სულთლად იქ კაციშვილი აღარ არის ძაღლიც აღარ არსებობს იქ ძაღლიც აღარ ყმის და ამ დროს რაღაცა ვითომ პრევენციები აქვს ის უნდა გავაიაფოთ რა უნდა გააიაფოთ კაცო სულელები ხართ ვიღაცა ხართ რანაირად გააიაფებთ სოფლები მკვდარია საერთოდ რაიონები კვდება საკმაოდ მაგრა შეთხელებული უმძიმესი მდგომარეობა მეგობრებო ქრებით და ამ დროს ონლაინ რეჟიმში ყიდულობენ ქართულ მიწებს ყველანი აბსოლუტურად დაწყებული არაბები, ებრაელები, პაკისტანელები, ჩინელები, ნუ ყველანი, ინდოელები, ნახე საგერ 64 და მოდის ყველა. ძალიან რთული იქნება საშველად, თუ ჩვენ არ გამოვფხიზლით დროულად უკვე და მე ვფიქრობ, რომ ეს 24 მაისი კვირადღია, ეს უნდა იყოს ტესტი უკვე ქართველი ხალხისთვის. გვინდა საერთოდ გადავარჩინოთ ეს ჩვენი ქვეყანა? გინდა გადავარჩინოთ სამშობლო? გინდა მოვიცილოთ ეს გვარგადაკეთებული, გარედან დანიშნული ანტიქართული ხელისუფლება? მაშინ უნდა გამოხვიდეთ. და ძალიან მარტივი იქნება მშვიდობიანად ამათი დამარცხება, თუ ჩვენ არა ამათ ეშინიათ არა მართული აი ამ საზოგადოებისა. ის ახლა თავისი მართული პოლიტიკური პარტიები რო აქციებს მოაწყობენ და გამოიყვანენ და ნახევარი ხალხი თვითონ ოცნებას მოყავს. იმისი რა თქმა უნდა თვითონ მართავს და არ ეშინია, მაგრამ როდესაც არა მართული ხალხია ეს ჯანსაღი ხალხი, სამშობლოზე შეყვარებული ხალხი და მამული შვილები გამოვლენ, მერე ნახავთ თქვენ ამათ შიშს. მაშინ დადგება შედეგიც, ხო და გვინდა შედეგი გადავარჩინოთ სამშობლო ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ეხლა ხვალ არის ერთი კიდევ უმნიშვნელოვანესი დღე საქართველოს პატრიარქის არჩევნები. მე ძალიან მინდა ერთ რაღაცას მივაქციო ყურადღება. არც თავიდან არ დამიმალავს და არც ეხლა არ დავმალავ, რადგან მხარს უჭერ თავისთავად პირადად მე ვინმე კითხება არჩევას, მაგრამ მხარს უჭერ იმ პოზიციას, რა პოზიციაც დააფიქსირა მეუფე იობმა. პირველი ის რომ ერთადერთი მღვდელმთავარია, რომელმაც ხმამაღლა თქვა, რომ აუცილებელია რუის ურბნისის კრების ჩატარება საქართველოში. არ არის აუცილებელი? ვინმე უარყოფს, რომ არ არის აუცილებელი რუის ურბნისის კრების ჩატარება? აღდგეს საეკლესიო სასამართლო. არ არის აუცილებელი აღდგეს საეკლესიო სასამართლო? რამდენმა ყანდურმა გაუტეხა სახელი დღეს მოქმედმა სასულიერო პირებმა საქართველოს ეკლესიას. ტყუილია ეს ყველაფერი, მილიონერები რო არიან ოფიციალურად და ხალხი რო შიმშილო და ბავშვები მშივრები იძინებენ, ეს ტყუილია? არ არის საჭირო საეკლესიო სასამართლო? და ბოლოს საკათალიკოსო საბჭო. დიახ, ეს სინოდი არის საბჭოთა კავშირის დროინდელი რაღაც შექმნილი მახინჯური ისა. უნდა იყოს საკათალიკოსო საბჭო, როგორც შეიქმნა 1917 წელს. იქ იყვნენ როგორც სასულიერო პირები, ასევე საერო პირები. გახსოვთ ალბათ თქვენ სასულიერო პირებიდან კირიონ მეორე, ამბროსი ხელაია და ნახეთ უბრალოდ საერო პიროვნებებიდან რა ხალხი შედიოდა საკათალიკოსო საბჭოში. ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი, დიმიტრი ყიფიანი, პავლო ინგოროყვა. თქვენ წარმოგიდგენია, ეს არის აი ბედნიერება, ასეთი გუნდი რო იმუშავებს ქვეყნისთვის. აი სწორედაც რომ სწორად დააყენა მეუფე იობმა აი ეს საკითხი და ზუსტად ეს იქნება რომ აბსოლუტურად ახალი ეპოქა უნდა დაიწყოს ქრისტიანული და უნდა გაიწმინდოს ყველაფერი და დადგეს სწორ გზას დაადგეს, ეს არის აუცილებელი გასაკეთებელი და არა ის ყურში ბიზინა რას ჩარჩურჩულებს იქ
კობახიძე რას და იმათ დაკრულზე რო იცეკვებს ახალი პატრიარქი. ღმერთმა დაგვიფაროს. მე მინდა ერთი შეკითხვა დავსვა. ეხლა რომ ორი დღის წინ რომ მეუფეშიო იყო ქაშვეთის ტაძარში მისული და იქ ლოცვა ჩაატარა. მან ხომ იცის რომ 2 კვირის და 3 კვირის განმავლობაში ავადმყოფი ბავშვების შობლები იქ დღედაღამე დგანან კანცელარიის წინ და ითხოვენ შველას. ისიც ხომ ნახა საპატრიარქოსთან რომ მივიდნენ და იქ პოლიციის კორდონმა გადაუკეტა გზა. ესეთი პოზიციის ქონა. აი რატომ არ უნდა მისულიყო მეუფეშიო იქიდან არის რაღაც 300-400 მეტრი ქაშვეთიდან და სოლიდარობა რატომ არ უნდა გამოეხატა აი ამ გამწარებული ხალხისთვის. ხომ შეიძლებოდა უბრალოდ სოლიდარობა გამოეხატა. მაგრამ არ გააკეთა, იცით რატომ არ გააკეთა? არ უნდა ხელისუფლება გაანაწყენოს, რადგან არჩევნები მოდის და როგორც ჩანს პირდებიან. ეს ჩემი საქმე არ არის, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ ვაი, საწოდაო საქართველო თუ მართლა ისევ ბიძინა ივალიშვილებმა და კობახიძეებმა დასვეს ახალი პატრიარქი. არ გქონდეთ მე აღარაფრის იმედი. მე ვალდებული ვარ, აი ეს ჩემი პოზიცია თქვა ხმამაღლა. ახლა აღარ არის რაღაცა მოკიბული რაღაცების თქმაა და ლაპარაკი. აუცილებლად მეგობრებო, დაისმევა საკითხი, უნდა განთავისუფლდნენ აი ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც ტროტუარზე იყვნენ დაკავებულნი და უნდა აიკრძალოს ეს კანონი, ეს დიქტატორული კანონი. და პირველ რიგში მთავარი პოლიტპატიმარი, მარადიული პატიმარი ირაკლი დოკვაძით უნდა დაიწყონ პოლიტპატიმარების გათავისუფლება. და იმ მხარეს კიდევ იქ რუსთაველზე რო დადიან და მხოლოდ იმას ითხოვენ, გუში რო დაიჭირეს, გუშინ კი არა, მთელი ცხოვრება კაცი ზის დამოუკიდებელი საქართველოს მთელი ამ არსებობის მანძილზე კაცი ციხეში უზით, ზიად გამსახურდია სიყვარულისთვის. აი ეს არის ნამდვილი პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე. არ მინდა რამე გამომჩეს, ეხლა მე დიდხანს ლაპარაკი არ მიყვარს. ხო, და მინდა ერთ საკითხსაც შევეხო მეგობრებო. თქვენ აი ამ ქართული ოცნების, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების რა მაგარი სახელი ქვია, ღმერთმა დაგვიფაროს, მართლა ეგ იყოს ჩვენი ოცნება. 14 წლის მანძილზე, ესე იგი ყველაფერი გააკეთა, ხალხს ატყუებდა, რომ აი ჩვენ გავუსწორდებით ნაციონალურ მოძრაობას, ჩვენ გავასამართლებთ მათ. არავინ არ არის ფაშისტი და სისხლისმელი, მაგრამ იმ დანაშაულებზე, რაზეც იყო ლაპარაკი, ყველაფერი აბსოლუტურად აი გაყალბებული იყო და შემდეგ კარგად გახსოვთ კოჰაბიტაცია და მთელი ამბები. შეხედეთ დღეს რის გულისთვისაც ხალხი თავს იკლავდა, რომ ვითომ დაეცვათ ნაცები არ მოსულიყვნენ და ასე შემდეგ. გადახედეთ მეგობრებო, იმ ქართული ოცნებიდან აღარაფერი აღარ დარჩა. დღეს ყველა მაღალ თანამდებობებზე მთლიანად აღადგინეს ნაციონალური მოძრაობის საკმაოდ მაღალი ჩინის წარმომადგენლები. აბსოლუტურად ყველა ნაციონალური მოძრაობის ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობა უკვე ხელისუფლებაში ისე გაგიკეთათ ეს თქვენ ბიძინა ივანიშვილმა, რომ ვერც კი შეიძლება ბევრმა ვერ შეატყო ეს. კი, დღეს ოცნება ქვია, მაგრამ აი ძველი ნაციონალური მოძრაობა მართავს უკვე ამ სახელმწიფოს. აი ეს არის რეალობა, ეს არის თვალში ნაცარის შეყრა, ეს ყველანი არიან გარედან დანიშნული მთავრობები, რათა მთლიანად გაანადგურონ და მოსპონ ეს ქვეყანა, ყველას თვალი უჭირავს ამ 64-ზე საქართველოზე და მათი მიზანია ქართველების გაყრა აქედან, მთლიანად გაყიდვა ამ ტერიტორიებისა და საკმაოდ ძალიან დიდი ნაწილია ქართული მიწების გაყიდული უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე. უმძიმესი მდგომარეობა, ამას აერზე არ ვლაპარაკობ და საბუთები გვაქვს. აი ეს მდგომარეობა ეხლა არის ერთადერთი
საშველი აქედან გამოსავალი საღი ქართველები უნდა მაქსიმალურად ყველა უნდა დავდგეთ ერთად და მაშინ შეიძლება რომ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. დანარჩენი შემთხვევაში განწირულია და ეს განწირო არ გეგონოთ თქვენ რომ აქ ვიღაცა მოვა და თქვენ ისევ წნარად იცხოვრეთ თქვენს კორპუსებში და სახლებში, ესე აღარ იქნება, ყველას მოგიწევთ უცხო ქვეყნებში საკუთარი საცხოვრებლები ძიება. ეს დრო მალე მოვა თუ ჩვენ ქართველები დროზე გონს არ მოვეგებით. ამიტომ ვიქნებით ბევრი ხალხი 24 მაისს კვირას 18 საათზე მეტრო რუსთაველთან ჩვენ ვიმოქმედებთ ისე როგორც საჭიროა აი ამ დიდი პრობლემების გადაწყვეტა. არ მოვა ხალხი, ესეც ერთგვარი ტესტი იქნება. არ მოვა ხალხი, ვერაფერს ვერ გავაკეთებ ჩვენ. 200 და 300 კაცით ჩვენ ვერც მარშებს მოვაწყობთ და ვერც ვერაფერი. ერთადერთი იქაც კი ბატონო საინფორმაციო აქცია ჩატარდება, გეტყვით რა მდგომარეობა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ იქნება ტირილი და ესე არ გამოვა. უნდა ყველამ თავისი წილი სამშობლო დაიცვას. აი ეს არის გამოსავალი. მე იმედი მაქვს ეხლა არ ვიცი ყველაფერს ვაკეთებ ჩვენ ერთწუთიანი მიმართვებს ეხლა თანდათან ყველა ცნობილი პიროვნება გააკეთებს ძალიან კარგი იყო ბატონი ვაჟა ოთარაშვილის მიმართვა და ძალიან დიდძალი ნახვები ქონდა. ყველა ჩაერთობა აბსოლუტურად ეხლა მოკლე ხანში თავად იხილავთ მე არავის გვარებს და სახელებს არ დავასახელებ და იმედია რომ ამჯერად 24 მაისს ბევრი ხალხი გამოვალთ და ქართველები ჩვენ სიტყვას ვიტყვით და დავიწყებთ სამშობლოს გადარჩენას. მოქმედებას სამშობლოს გადარჩენისთვის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი, ძვირფასო მეგობრებო, მე იმედი მაქვს ძალიან დიდი რომ რაღაცა გამოგვიძებასაც ვატყობ და იმედი მაქვს რომ ის ძველებურად აღარ იქნება და ჩვენ დავიწყებთ ახალ ეტაპს ეროვნული სუფთა ძალა და ამას თქვენ ყველა ნახავთ. ეს არ არის პარტია, გიღალატოთ ვიღაცამ, აქ არის ყველა მამულიშვილი და სუფთა ადამიანი, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე. ერთი ეგ არის სულ ნატურლობ ხოლმე ნეტა აქ ყავდეს მეთქი ერმილე ნემსაძეს და თვითონ თავის ძმას და ეს ჯანსაღი ემიგრანტები რომლებიც იქ არიან, გარეთ არიან. მაგრამ ისინი იქიდანაც საქმეს აკეთებენ და იქიდანაც ხარჯს გვიჭერენ. მოკლედ ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ მეგობრებო 24 მაისს და დავანახოთ ამ ხელისუფლებას რომ ქართველი ერი ცოცხალია და ქართველი ერი მზად არის დაიცვას თავის სამშობლო. მადლობ ყურადღებისთვის კიდევ ერთხელ ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.